ძალიან მიყვარს ადამიანებს, როცა ეკითხებიან რჩევას. ადამიანები ძალიან ხშირად იტყუებიან, რასაც ვეძახით თეთრ ტყუილს, white lies. განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები. და განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები, ვინც შეზე ზრუნავენ და თუ გაქვს საჭიროებები და შენი თიმი ამ ყველაფერს აკმაყოფილებს, რაღაცა ეტაპამდე მაინც შეგიძლია რომ მიხვიდე. აი ახლა გადავედეთ მეორე პრობლემაზე და მან მივალთ მე მაგ ყველაფერთან. სტარტაპს იწყებენ ხოლმე საძმაკაცო სამეგობროსთან ერთად და იმ კვალიფიკაციებს, რომლებიც შეიძლება ამ სტარტაპის კეთების დროს დაჭირდეთ ხოლმე, მაგას არ ითვალისწინებთ. იწევს იმას, რომ შემდეგ ძალიან გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე ეს არავის არ ჭირდება რა. საკომუნიკაციო ინის გარდა დართულია, რომ იგივე მიზანი გაუჩინო იმ ადამიანს, ვისაც ქირაო, ესეთ თემაში რა. ხო, აი ეგ არის რა, ანუ ხას თუ დასვამ, ბევრად დიდი არის იმის შანსი, რომ რაღაცა ახალი გაიგო და უკეთ გააკეთო, ვიდრე რომ არ დასვა. მოგესალმებით, მე ავთო ვარ და გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის Future ლაბორატორიის მმართველი დირექტორი მედია ჯანჭყაო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლისთვის. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ხშირად თანამშრომლობთ ხოლმე და ეხლა შენი პირდაპირ საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სტარტაპების გაძლიერებას ქვეყანაში. ზოგადად მინდა ვისაუბროთ, როგორია დღევანდელი გადმოსახედიდან სტარტაპ community საქართველოში. ყველაზე ხშირად მაინტერესებს რა შეცდომები აქვთ ხოლმე, რა უნდა გაითვალისწინონ და ეტაპობრივად რომ მივყვეთ ამ საუბრის განმავლობაში და ეს სირთულეების და შეჯამებასაც რომ გავაკეთოთ. მოდი დავიწყოთ საქართველოში სტარტაპ community-ს აღწერით. რა მდგომარეობაა, ვიცით ყველამ კარგად რომ ეს community არ არის დიდი ხნის, დაიწყო რაცა 2013 წლიდან სხვა ტიპის აქტივობები, მე რაღაცა 16-17 წლებში იყო ყველაზე ესეთი საინტერესო ნაწილი, სადაც უკვე რაღაც პატარა ტიპის გარღვევები გქონდა ჩვენ გლობალურ ასპარეზზე და ეხლა მეტნაკლებად ეს გზა დაკვალულია, მაგრამ რა მდგომარეობაა, შენც შეაჯამო შენი გამოსახედიდან უშუალოდ Future ლაბორატორიას რა გამოცდილება აქვს ხოლმე სტარტაპებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ დღეს შენთან ერთად ვარ და ყოველთვის როცა ჩვენ ერთად ვართ ხოლმე სიახლეებით ხვდებით ერთმანეთს და ესეც სტარტაპი არის ერთგვარი, ეხლა რასაც ვაკეთებთ ერთად და მინდა რომ წარმატებები გისურვო. რაც შეეხება კითხვას. ცოტა ეს საკითხი ფართო არის და ვეცდები რომ მოკლედ შევაჯამოთ და მე უკვე გავშალოთ. დღეს ეკოსისტემაში გვყავს უკვე ისეთი პიონერი სტარტაპები, ვისგანაც მაგალითს იღებენ დამწყებები და გვყავს ისეთი ახალი სტარტაპერები, რომლებიც დღეს ცდილობენ რომ დაიწყონ თავიანთი საქმიანობა, რაც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ტენდენცია წამოვიდა იმის, რომ ტექ ადამიანები უფრო მეტად გააქტიურდნენ როგორც სტარტაპ ფაუნდერები, დაიწყეს თავიანთი სტარტაპების განვითარება და ამას ჩვენ აქტიურად ვხედავთ უკვე ჩვენს კომპანიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ტექ ჯგუფი უკვე შემოდის ჩვენს აქსელერაციის პროგრამაზე და გვიერთდება და ეს ერთის მხრივ ძალიან კარგი არის, კარგი ტენდენციაა და ამ მხრივ კარგად მივდივართ. თუმცა ის ზოგადად რო ეკოსისტემა განვიხილოთ ორივე მხრიდან, ანუ სტარტაპების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, ხო? დავინახავთ იმას, რომ ძალიან ბევრი რამ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი, ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ცოტა ახალგაზრდა ეკოსისტემა გვაქვს. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ სულ გვაქვს ეგ კითხვა, რომ რა უნდა გავაკეთოთ. და პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ ამ სტარტაპებისთვის, არსებულებისთვისაც. და აი ეხლა რა ტენდენციაც გვაქვს, რომ ეს ახალი ადამიანები ჩნდებიან, ვისაც ჩვენ არ ვიცნობთ. იმიტომ რომ ძირითადად ხო რაღაცნაირად ეს წრე არის ისეთი, რომ ყველას იცნობს. კი, თუმცა მეც უნდა აღნიშნო, რომ აი ამ შეხვედრებზე ძირითადად ვიყავთ ხოლმე ერთ და იგივე ადამიანები და ეს ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა ისევ იმ ადამიანების ხარჯზე და იმ აქტივების ხარჯზე, რაც მანამდე ძალიან აქტიურად მიდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ ის წარმატებული სტარტაპები, რომლებიც შენახსენე, იქ მათში შემავალი გუნდებმაც კი და ინდივიდუალურად ადამიანებმა საკუთარი სტარტაპები წამოიწყეს. და ეს ტენდენცია ძალიან გავს ამერიკულ და ევროპულ ტენდენცია, სადაც მაგალითად Apple-ში ან Google-ში დიდ კომპანიებში მომუშავე დეველოპერები რაღაცა მიგნებას აღმოაჩენენ ხოლმე და მე ცდილობდნენ, რომ ან ისე Google-ისთვის მიეყიდათ, ან წამოსულიყვნენ და ცალკე სტარტაპად ჩამოეყალიბებინათ, ხო? და ეს გამოცდილება ძალიან მაგრად დაგროვდა ჩვენ ქვეყანაშიც. გვყავს რამდენიმე დიდი გიგანტი კომპანია, სადაც ტექნოლოგიური მიმართულებით ბევრი ადამიანი მუშაობს და მათაც რა თქმა უნდა, როცა აქვთ ხოლმე ესეთი იდეა, უკვე დამოუკიდებლად ცდილობენ, რომ
საკუთარი კომპანია შექმნა, ხო? ეს ის ეტაპია, სადაც რეალურად იწყება აი ამ ღირებული პროდუქტების შექმნა, იმიტომ რომ მანამდე რაც იყო მეტწილად ეხლა რა თქმა უნდა არავის არ ვაკნინებთ, იყო რაღაცა გლობალურად უკვე არსებული პროდუქტის ჩვენს რეგიონზე მორგება. ეხლა ეს რაღაცა ინოვაციური კომპონენტის ნაწილის მე მგონია რომ გაიზარდა, ხო ესეა. კი, აი ამაზეც შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა კი გეთანხმები ამაში და აი ზუსტად მაგ ნაწილში როცა ვხედავთ ამ ტენდენციას, რომ ახალი ადამიანები ჩნდებიან, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან თავიანთი მიმართულებით, მაგალითად ტექნოლოგიების სფეროში, აქვთ გამოცდილება, აქვთ ცოდნა, მაგრამ ჭირდებათ სამეწარმეო უნარები, ჭირდებათ უნარები, როგორ მართონ და განავითარონ სტარტაპი, ხო? და აქ შემოვდივართ ჩვენ მეორე მხარე. და ეს მეორე მხარე უნდა შემოვიდეს აქტიურად და უნდა შემოვიდეს როგორც ერთიანი, ძლიერი მხარე, რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარება სხვადასხვა ნაბიჯების განვითარებაში და სხვადასხვა ეტაპს. და ამაში რას გულისხმობ? ანუ ჩვენ თავარი მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ის, რომ ჩვენ როგორც ცალკეული ეკოსისტემის წარმომადგენლები გავძლიეროთ მაქსიმალურად, ეს იქნება ფონდები, ეს იქნება ანგელოზ ინვესტორთა კლუბები თუ ეს იქნება ვთქვათ ცალკე აქსელერატორები, საუნივერსიტეტო ორგანიზაციები, ან უბრალოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ვთქვათ განათლების ნაწილში ეხმარებიან ამ ადამიანების განათლების გაძლიერებაში, ამ თვალსაზრისით, ყველამ ცალკე ვაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად, იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ვთქვათ ერთ ადგილას გაიგოს საერთოდ რა არის სტარტაპი და როგორ უნდა აკეთოს სტარტაპი, მე მივიდეს მეორე ორგანიზაციაში და იქ შეძლოს, რომ ვთქვათ უკვე სტრუქტურაში განავითაროს თავისი იდეა, რაღაც პირველადი პროდუქტი გააკეთოს, ხო? მიიღოს დაფინანსება, მენტორები ჩაერთვებიან. იქ მიიღოს პირველადი დაფინანსება, შემდეგ წავიდეს იმ angel club-ში და აი ეს chain-ი, რასაც ჩვენ წესით ამაზე უნდა მუშაობდეთ და იმედი მაქვს, რომ ცალკეულად მუშაობდეთ ერთიანადაც რაღაცნაირად შეიკრება, ხო? შეიკრება. ამისი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკოსისტემის განვითარებისთვის. თუ ეს chain-ი ირღვევა, შემდეგ რაღაც ეტაპზე ეს სტარტაპიც ჩერდება და სტაგნაციას განიცდის. ანუ შეიძლება მივიდეს რაღაც ეტაპამდე, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ განვითარდეს, ხო? და ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს ძალიან კარგად, სტატისტიკა ამას გვაჩვენებს, რომ აი რა ყველამ ვიცით ახლა ჩვენ ამ სფეროში ვინც ვართ, რა არის, ხო, პირველი ის სამი ფაქტორი, რის გამოც სტარტაპი ვეღარ აგრძელებს წარმატებით ფუნქციონირებას და ზრდას, ხო? აი პირველი ეს არის, რომ ბაზარზე არ არის ამ იდეის საჭიროება. ხო. არასწორ პროდუქტს ქმნიან. მეორე ეს არის ის, რომ აღარ ყოფს run out of cash, რასაც ვეძახით, ხო? ანუ აღარ ყოფნის ინვესტიცია, რომ გაიზარდოს და უკვე მესამე არის თიმი. აი ამ სამ ნაწილში, სამივეგან ზუსტად აი ეს chain-ი არის მნიშვნელოვანი. პირველი, რომ გაიგოს პროდუქტი, რასაც მუშაობს, საერთოდ ვინმე სჭირდება თუ არა და ეს ცოდნა უნდა მივცეთ ჩვენ. და ეს სტარტაპის თელი იდეოლოგიაც ეგ არის, რომ შენ იპოვო, შენი მომხმარებელი რაღაცა research გააკეთო, კვლევა გააკეთო და იპოვო შენი პროდუქტის მომხმარებელი. კი, და აი ზუსტად ეგ არის, რომ ეს ახალი ადამიანები როცა შემოდიან ეკოსისტემაში და ამ ადამიანებს აქვთ ცოდნა, ტექნოლოგიის ცოდნა, რას აკეთებენ ეს ადამიანები? აკეთებენ პროდუქტს, ანუ პირდაპირ აკეთებენ პროდუქტს. და აქ ჩვენ როცა შემოვდივართ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ამ ადამიანებს, რომ იცი რა, აი პროდუქტი ახლა არ გჭირდება, რა შენ სხვა რაღაც გჭირდება, რაზეც ახლა უნდა კონცენტრირდე და რაც ახლა უნდა აკეთო. მაგალითად, მომხმარებლების discovery, customer discovery გააკეთო. ხო, აი მომხმარებლები გაიგოს საერთოდ ჭირდება თუ არა შენი პროდუქტი. გაიცნო ეს ადამიანები ვინ არიან, აქ თუ არა ეს პრობლემა, ხო, ამ პრობლემაზე იმუშაო. და როგორ აგვარებენ ამ პრობლემას, სამ შენ პროდუქტი ჩაუშავჩე ბაზარში, ხო? და აი ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა არიციან და ჩვენ ეს უნდა ამ ადამიანებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მეორე ფაქტორი, ну ეს ახლა ძალიან მოკლედ. თორე აქ შეგვიძლია მათ შორის ზომაც გაიგონ, ხო, ბოდიში გაგაწყვეტინე, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე შეიძლება იდეა კაია, მაგრამ ეს იდეა აქ რაღაცა ძალიან პატარა ჯგუფი შეიძლება თვითონ მოწოს ეს იდეა რა, ხშირ შემთხვევაში ეგეთი ამ ფაქტორიც არის ხოლმე თვითონ და თავის სამეგობროს. და რეალურად შეიძლება მასშტაბური პრობლემა საერთოდ არ იყოს იმ დაგვარი, რომ მე შე რო ძალიან პროდუქტ შექმნი, ამას შესაბამისი მომხმარებელი წავდეს, იმაში ფული გადაიხადოს და მე შემდგრადი იყო, ან განვითარებადი იყო. ხო, აი ამ თემაზე კიდე რომ უფრო მაშინ მოდი ვცლად ჩავიდეთ. აი ზუსტად აქ მოდის ეგ, რომ აი ეგ ცოდნა რაც ჭირდებათ, თუნდაც ამ მომხმარებლების შესწავლის, customer discovery-საც უწოდებთ და ვიხმარ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ეს ტერმინოლოგია ჩვენთან ძალიან აქტიურად გამოიყენება და დამკვიდრებული არის და პრობლემაზე მუშაობა და გაგება იმ ბაზრის ზომისა, სადაც ამ იდეით ამ სტარტაპმა უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? აი
ეს არის საფუძველი, აქედან იწყება ყველაფერი. და ამ საფუძვლის არ გათვალისწინება და იწვევს იმას, რომ შემდეგ ძალიან გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე ეს არავის არ ჭირდება რა. და ჩვენ რომ მოგწონს და ჩვენ მეგობრებს რომ მოსწონთ, ეს არაფერს არ ნიშნავს. და ზუსტად ამას ჭირდება სწორი მიდგომები, სწორი სტრატეგიები, სწორი მენტორი, ვინც გასწავლის ეს როგორ უნდა გააკეთო. და აი აქ თან მივდივართ კულტურის ნაწილთანაც, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ იცი რა მე ეს იდეა მაქვს და აი ჩემ მეგობრებს მოსწონთ და ჩემ ლექტორს მოსწონს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მოსწონს, ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს უნდა ძალიან მარტივად ხვდებოდეთ ამას და ამავდროულად მეცნიერებაც გვეუბნება ამას, რომ ადამიანები ძალიან ხშირად იტყუებიან, რასაც ვეძახით თეთრ ტყუილს, white lies. განსაკუთრებით ახლობელი და ადამიანები. განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები, ვინც ჩვენზე ზრუნავენ და გვეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი რაღაცა საკეთებ, ძალიან მაგარი რაღაცა საკეთებ და მიდი გააკეთე რა. და ეს გონიათ, რომ არის კარგი. და საბოლოო ჯამში ეს არ არის კარგი. ნუ ამის ქვემოთ თუ რატო იტყუებიან ეს ადამიანები ძალიან დიდი ფსიქოლოგია და ბევრი მიზეზი არის. თუნდაც ისო თავის არაკომპეტენტურობა დაფარონ და შე რაღაცაზე რომ ესაუბრები, რომ თქვათ თავი მოგაჩვენო რომ იციან ეს თემა, ხო? და აგეთახმონ. თუნდაც იმიტომ რომ არ გაწყენინონ და ძალიან ბევრი სხვა თემა. ამით ვერ გავიგებთ ჩვენ ეს იდეა რამდენ რელევანტურია, რამდენ საჭიროა და ეს პრობლემა ამით არსებობს. სწორედ აქ შემოდის სხვადასხვა მეთოდები ამის კვლევის, ხო? იგივე MAM ტესტი მაგალითად, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ სტარტაპებში. თუმცა ეს ინფორმაცია უნდა მიიტანოს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებმა, მენტორებმა და ჩვენ უნდა მივიტანოთ იმ ადამიანებამდე, ვისაც უნდა რომ ამ სტარტაპზე იმუშაოს. და შემდეგ უკვე ბევრად მარტივდება. ბევრი რამ, ან პირველი ნაბიჯი მაინც მინიმუმ გადადგმული არის წინ. კი, ანუ რა შენ თუ გააკეთებ ვალიდაციას შენი იდეის მომხმარებელთან და იპოვი მომხმარებელს და მომხმარების ვალიდაციას მათ შორის, მე შემდეგი ეტაპი არის უკვე პროტოტიპის შექმნა, ხო, რაღაც მინიმალური MVP-ს ან პროტოტიპის შექმნა, რომელსაც უკვე სხვანაირად გააცნო, სხვანაირი კვლევას გააკეთებ და მე მოდის უკვე შეიძლება ამ პროტოტიპის პროცესში უკვე რაღაც ფანდინგის აწევა, ან დაფინანსების მოპოვება, ან ინვესტიციის მოპოვება და თქვენც ამ ნაწილშიც აქტიურად ხართ ჩართული, რომ ეს ნაწილიც დაუფინანსოთ, ხო ესეა? თუ როგორ ხართ ზუსტად ჩართული ამ ნაწილში? აი, ახლა გადავიდეთ მეორე პრობლემაზე და მან ვივალთ მე მაგ ყველაფერთან. ანუ მეორე რაც თქვით არის, რომ როდესაც ინვესტიცია იწურება ან run out of cash, ან თანხა ჭირდებათ უკვე ადამიანებს და ეს თანხის ამოწურვა რამდენიმე ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს სტარტაპის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. და პირველი გავიგეთ, პრობლემა არსებობს, ის ვისწავლეთ, დავტესტეთ. პროდუქტის ნაწილში, ნუ ამ ახალ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდებიან, ძირითადად ეხლა ეკოსისტემაში, შეუძლიათ თავად იმუშაონ და პირველად პროდუქტი გააკეთონ, იმიტომ რომ ძირითადად აქვს ეს ცოდნა ტექნოლოგიური. თუმცა ვაწყდებით მან იმ პრობლემას, რომ აკეთებენ ყველაფერს, იმიტომ რომ შეუძლიათ. და უნდა ვასწავლოთ ის, რომ ყველაფერი საჭირო არ არის. და მინიმალური პროდუქტი რა არის, ამისი გაცნობა, გაგება, გააზრება და მე ამ პროდუქტის მომხმარებელთან ჩენება არის მთავარი ის დრაივი, რაც სტარტაპს მოაქვს, ხო? რო აკეთებ, თან იზრდება შენი კომპანია, თან იზრდები შენ და თან საინტერესო ხდება ეს მუშაობის პროცესი და მაგრამ ნუ მაინც მაგრამ იდეალისტები ვართ რა მეც მქონია დამიწყე რაღაცა იდეაზე მუშაობა და მეთქი ამას ხალხამდე იქამდე არ მივიტან სანამ ის იდეალური არ იქნება. ხო და რა თქმა უნდა არასწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ შენთვის იდეალური არ ნიშნავს რომ მომხმარებლის იდეალური შეიძლება იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგ პროცესში აჩვენო მომხმარებელს რაღაც მაინც და იქიდან წამოსული ფიდბექის მერე გააუმჯობესო რა. ხო და აი ეგეც ერთ-ერთი პრობლემა მგონია ხოლმე რაც მე პირადად ჩემ თავზე როგორც აღნიშნე გამომიცია ძალიან ისე მწვავედ. კი. Tech community-ს მთავარი პრობლემა, ვინც სტარტაპს აკეთებს, არის ის, რომ ზუსტად ეგ, რომ კომფორტულად სადაც გრძნობენ თავს, იმას აკეთებენ, იმ ნაწილს აკეთებენ. ანუ გრძნობენ თავს კომფორტულად პროდუქციის კეთებაში და აკეთებენ პროდუქტს. მაგრამ პირველი რაც უნდა გაითვალისწინოს ფაუნდერმა და თუ ამ ეპიზოდს ნახავენ, იმედია გაითვალისწინებენ არის ის, რომ სტარტაპი არ არის პროდუქტი. სტარტაპი არის ბიზნესი და მას აქვს ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ, რაც პროდუქტებთან განვითარდეს და პროდუქტის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის, რომელიც არის განვითარება და არა გავაკეთე პროდუქტი და მორჩა და ეს უნდა ეხლა მივიტანო ინვესტორებამდე, მომხმარებელამდე და ასე შემდეგ. და ზუსტად ეგ, რომ რაღაც მინიმალური ფუნქციონალით ეს პროდუქტი მე მომხმარებელს ვაჩვენო, ვნახო რა მოსწონს, რა არ მოსწონს, შევცვალო, გავაკეთო პივოტი. მთელი სტარტაპის რაღაცა life cycle არის ეგ,
რომ მუშაობ, ცვლი, იზრდები, იღებ უკვე კავშირს, მუშაობ, იზრდები, ცვლი და ამას აკეთებ სულ. და ამას როცა აკეთებ სულ, მანდ მარტო ამას ვერ გააკეთებ. ხო გჭირდება თიმი და თიმამდე ინვესტიცია. მან მივდივართ უკვე ინვესტორებამდე. ან შეიძლება შენი თიმიც იყოს ინვესტიცია, ხო, კი. გააჩნია როგორ დააკომპლექტებ, იმიტომ რომ თუ გაქვს საჭიროებები და შენი თიმი ამ ყველაფერს აკმაყოფილებს, რაღაცა ეტაპამდე მაინც შეგიძლია რომ მიხვიდე. bootstrapping-ით მიხვალ, კი, რაღაცა რაღაც ეტაპამდე მიხვალ. მაგრამ ეხლა მეორე საკითხსაც რომ შევეხოთ, მაინც რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკოსისტემების ნაწილში რომ დავინახოთ ეს ყველაფერი რაღაცა მსხვილი ნაწილიდან ჩავიდეთ უკვე სიღრმეებში, არის ის, რომ მივედით თქვათ ამ პრობლემამდე, ხო, ინვესტიციის ნაწილი. და აქ თავს იჩენს ხოლმე ბევრი პრობლემა. პირველი არის ის, რომ ჯერ ამ ადამიანებმა არ იციან ფული რაში ჭირდებათ და მაინც იღებენ ინვესტიციას. ჭირდება თუ არა საერთოდ იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იღებენ. ეს არის მეორე პრობლემა. მესამე, რამდენიც ჭირდებათ იმდენს იღებენ? თუ უფრო მეტს, ან უფრო ნაკლებს. რაც არის ხშირად იმის გამომწვევი, აი მეორე ფეილის მიზეზი, რომ run out of cash, ანუ შეიძლება მეტი გჭირდება და ვერ მიხვედი იმ კონკრეტულ მიზნამდე რა მიზანის ქონდა, იმიტომ რომ თანხა აღარ გაქვს. ან მეორე, უბრალოდ აიღე ინვესტიცია, გააკეთე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი, გადაწყვეტილება მიიღე მნიშვნელოვანი კომპანიისთვის და არ იცი ეს ინვესტიცია გჭირდება თუ არა. აი ახლა მოკლედ რო ვთქვათ, ჩვენ რას ვაკეთებთ? ხო, ფულის მართვა ეგ კიდე ცალკე პრობლემაა რა. ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის და ჩვენ რას ვაკეთებთ? ახლა მარტივად მოკლედ ვიტყვი და რადგან შემკითხე, ეს არის რომ ჩვენ გვაქვს idea stage ფონდი, ანუ იდეის ეტაპზე მყოფ სტარტაპებში ვაინვესტირებთ, თუმცა არ ვაინვესტირებთ პირდაპირ. ჩვენ ამას ვაკეთებთ აქსელერაციასთან ერთად, ანუ იდეის ეტაპზე, ან ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს პროტოტიპი და უნდა განვითარება, მოდის ჩვენთან. ჩვენ ვართ ფოკუსირებული ამერიკის ბაზარზე, ფოკუსირებულ სტარტაპებზე, ვართ ორიენტირებულები. თუ უნდა მას ამერიკის ბაზარზე გაიტანოს თავის სტარტაპი და აკეთებს თავის იდეას ამერიკისთვის, მოდის ჩვენთან. ჩვენ ვატარებთ მას აქსელერაციის პროგრამას, რომელშიც ჩართული ყავს ბერკლის, სტენფორდის მენტორები, ფაუნდერები, წარმატებული ფაუნდერები და ვეხმარებით იმაში, რომ ეს ყველა პროცესი, რადგან ახლა ვისაუბრეთ და კიდევ ძალიან ბევრი სხვა პროცესი, თავიდანვე მოაწესრიგოს, თავიდანვე მიიღოს ცოდნა და ძირითადად ტექ გუნდები მოდიან ჩვენთან. და თავიდანვე სწორად განსაზღვროს კომპანიის ღირებულება, რაც დღეს ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი პრობლემა არის, ამაზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, valuation-ი, ასე ვთქვათ. და სწორად დაიწყოს, პირველი ნაბიჯები გადადგა სწორად. პირველი თვე საერთოდ მხოლოდ ვაკეთებინათ მომხმარებლის, ან customer discovery-ს ამერიკის ბაზარზე. და ამით ხვდებით ამერიკის ბაზარზე საჭირო არის თუ არა მისი პროდუქტი. და მერე იწყებს უკვე პროდუქტის განვითარებას, ბიზნეს მოდელზე მუშაობას, ფინანსებზე მუშაობას, ბაზარზე მუშაობას და ასე შემდეგ. და აი მან ფინანსებთან კიდევ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ რა თქმა უნდა ინვესტორთანაც როცა მიდიხარ და მიდიხარ შენი იდეით, ინვესტორი აქცევს ყოველდღიურად ძალიან ბევრ რამეს და არა მარტო შენს პროდუქტს და როდესაც შენ არ ხარ ჩამოყალიბებული, არ იცი რას აკეთებ, რა მიზნები გაქვს ამომავლოდ, თიმის ნაწილში ჩდება კითხვები იმაზე, ანუ შეფასება როგორ გაქვს საერთოდ, რატომ ჩათვალე რომ ამდენი იღებს შენი კომპანია. ანუ ძალიან ბევრი რამ იჩენს ხოლმე ერთად თავს, რაც თავიდანვე ალბათ საჭიროა რომ მოაგვარო და იმ დროს მიხვიდე თანხამდე, როცა ყველაფერი დანარჩენი გაკეთებული გაქვს. კი. თანაც გამოსილი ინვესტორი ყოველთვის ხდება ეგეთ რაღაცებს, ეგეთ ნიუანსებს უნდა გუნდის კვალიფიკაციას და ამ შემდეგ რა. ეგეც აი მე ჩემი პირადი მაგალითებით ხშირ შემთხვევაში საქართველოში ადრე უფრო მეტად ეხა უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები სტარტაპს იწყებენ ხოლმე საძმაკაცო სამეგობროსთან ერთად და იმ კვალიფიკაციებს რომლებიც შეიძლება ამ სტარტაპის კეთების დროს დაჭირდეთ ხოლმე მაგას არ ითვალისწინებენ მაგალითად რა ვიცი აწყობენ რაღაც e-commerce პლატფორმას პირობითად ვიძახიან mobile რაღაცა აპლიკაციას და team-ში არიან უბრალოდ ადამიანები ვისაც იდეა მოუვიდა და მაგათი მეგობრები რომლებიც ვერ ფარავენ ამ კვალიფიკაციას ანუ დეველოპერი ხო ჭირდებათ მინიმუმ ხო და მე უკვე აი ფულის ნაწილში მალევე ჩდება ხოლმე ფულის საჭიროება იმიტომ რომ ან უნდა აიყვანონ და იპოვონ გუნდში ვიღაცა ადამიანი ვინც development იცის და რაღაცა წილის სანაცვლოდ ან თანხის სანაცვლოდ შემოიერთონ გუნდში ან უნდა მოიპოვონ ან დროებით დაიქირავონ ვიღაც ხო რაც ცალკე თანხები ჩდება და ეგეც ართულებს ხოლმე პროცესს ზოგადად ჭკვიანობას რასაც უდგებიან ხოლმე მე რასაც ვცვლი და ვაპრიორიტეტებ ყოველთვის რომ გუნდში აუცილებლად იყოს განაწილებული როლები და აუცილებლად იყოს ის კვალიფიკაციები რომლებიც სტარტაპს ჭირდება ეგ ალბათ უფრო მეტად ამარტივებს ხოლმე აი ამ პროცესის პირველ ეტაპზე მინიმუმ ხო
მათ შორის აი წეგან შენც აღნიშნე და ის რომ ფულის მართვის ნაწილი არის ხომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავი რა, იმიტომ რომ ამათ ხშირად თან ქართულ ნაწილში საქართველოში ქართულ ბაზარზე არის იყო ყოველ შემთხვევაში ბევრი არა, მაგრამ რაღაცა რამდენიმე ტიპის პროგრამა, რომელსაც იყენებდნენ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ფეილის ერთ-ერთი ნაწილი ეგეც არის რომ ფულს ხარჯავენ და საბოლოო ჯამში შედეგს ვერ იღებენ ზუსტად იმ მიზეზებით რაც წეგან ჩამოთვალეს შენ რომ ისეთ პროდუქტს გვიან რომელიც რავი მოხმარებას არ ჭირდება ან სწორად ვერ ქმნიან ან გუნდი არ ყოფნით გუნდის კვალიფიკაცია არ ყოფნით ან ფული არ ყოფნით რა ეგ ნაწილები არის ხოლმე ძალიან რთული და შენს ბოლო ნაწილზე მინდა კარგად კითხვა დაგისვა შენ ახსენე ბერკლის მენტორები და ადამიანები ვინც ბერკლიდან ბერკლის ხო ბერკლი და სტენფორდი ახსენე ხო ეგ რაღაცა რამდენიმე წელია ხო თქვენ რაღაცა შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობა დაამყარეთ მაგაზეც რომ მოგვიყვე და კიდე მაყურებელს ვინც ახლა გვისმენს რომ აუხსნა რა ტიპის ურთიერთობაა და გარდა იმისა რაც შენ თქვი კიდე რაში გამოიხატება ხოლმე კი, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეხლა შენც ახსენე გუნდის ნაწილი და ეგ ვთქვათ აუცილებლად. გუნდის ნაწილში ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ სტარტაპის co-founder-ის პოვნა არის ქორწინებასავით. ანუ ძალიან რთულია, რომ ადამიანთან ერთად აკეთო სტარტაპი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევა, ერთ დღეს იძინებ და გონია, რომ კარგად არის ყველაფერი და იგულებ და თავზე გენგრევა ყველაფერი და ეს არის ნორმა რა, იმიტომ რომ სტარტაპი ესე კეთდება. მაგრამ ანუ co-founder-ის, ანუ თანადამფუძნებლის და თიმის შერჩევა არის ძალიან რთული პროცესი. სწორედ ამიტომ არის მესამე ადგილზე ანუ დაფეილების ნაწილში მესამე ადგილს არის თიმი. იმიტომ რომ თიმის კვალიფიკაცია. გარდა კვალიფიკაციისა, როლები, როგორ ინაწილებენ ისინი როლებს ურთიერთობაში, გაწყვეტილების მიღებაში, ხო? კომუნიკაციის ნაწილში. როგორ ფარავენ ამ სკოპს, რაც თქვათ თიმა უნდა დაფაროს. არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე თანხების მართვაშიც ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, ესეც ვთქვით ჩვენ და შენ ახსენე რომ აი ხშირად უწევთ რომ აიყვანონ მაგალითად ვიღაც დეველოპერი, ვინც გაუკეთებს პროდუქტს. და ამაზე ჩემი პირადი მოსაზრება არის ის რომ ადამიანი რომელსაც პირველ ეტაპზე თუ გიწევს რომ დაიქირაო ადამიანი იმისთვის რომ გააკეთო შენი პროდუქტი, ეს უკვე არის თან რეალურად ის პროდუქტი, რომელსაც ყიდიმე, ან თუ მობილური აპლიკაციაა შენი პროდუქტი და გუნდში არ ყავს ესეთი ადამიანი, ვისაც კარგად ესმის ეს თემა, ანუ ძალიან რთული იქნება მინიმუმ კომუნიკაცია, ისეთ ანუ მინიმუმ ხო გჭირდება ადამიანი, ვისაც კარგად ესმის მობილური აპლიკაციები. და შენ რა მიზნებიც გაქვს, ის რო აუხსნა, იმან გაიგოს საკომუნიკაციო ენის გარდა ძალიან რთულია რომ იგივე მიზანი გაუჩიდო იმ ადამიანს ვისაც ქირავ ესეთ თემაში რა. ხო, აი ეგ არის რა, ანუ როცა ადამიანი არ არის გუნდის წევრი და უბრალოდ მაგალითად ფრილანსერად ვიღაცას აძლევ თანხას და გიკეთოს პროდუქტს. მან ძალიან ბევრი პრობლემა მაიჩენს თავს, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს мотиваცია არ აქვს და ნუ არ აინტერესებს ერთ-ერთი პროექტი არის მისთვის ეს და გააკეთებს რაღაცას. გარდა იმისა არის ის, რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ პროდუქტი სულ ვითარდება და იცვლება და შენ გიწევს, რომ მე ამ ადამიანის გაკეთებული რაღაც უნდა გადააკეთოს ამან უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში სხვა ადამიანმა და ეს არის ურთულესი რაღაცა და ჯობს ყოველთვის, რომ რასაც აკეთებ, ერთი ადამიანი კვალიფიკაციით იმ მიმართულებით ყავდეს, ნუ არ ვამბობთ რა თქმა უნდა ჩვენ იმას კიდე დავაზუსტოთ, რომ რაღაც დეველოპერების თიმი არ უნდა აიყვანო და არ უნდა ყავდეს ფრილანსად. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მნიშვნელოვანია რომ ერთი ადამიანი ჯგუფში იყოს ისეთი გუნდში, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია და ჯერ თვითონ გააკეთებს რაღაცას და შემდეგ უკვე იმ გუნდს დაეხმარება, ექნება მასთან კომუნიკაცია, მართავს და ასე შემდეგ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გუნდის ნაწილში. და გუნდის ნაწილში გარდა ამ კვალიფიკაციებისა და მაგალითად ჩვენ ახლა მაგალითად სექტორ აგნოსტიკ ვართ რა, ანუ სხვადასხვა მიმართულების სტარტაპები არიან ჩვენთან. და ზოგადად ტენდენცია გვაქვს ეგეთი, რომ თქვათ AI სტარტაპები ახლა ძალიან აქტიურია, ხო? ძალიან დიდი ინვესტიციები დება AI-ში. იდება ინვესტიციები healthcare-ში, ძალიან რაღაც ჯანდაცვის მიმართულების სტარტაპებში, health tech-ში. იდება ბევრი ინვესტიცია, ხო? fintech-ში იდება. ანუ ეს ყველა მიმართულება არის ისეთი, რომელიც მოითხოვს ძალიან კონკრეტულ გამოცდილებას და ცოდნას. და თუ შენ აკეთებ სამედიცინო სტარტაპს და არ ყავს შესაბამისი გამოცდილების გუნდის წევრი. რა თქმა უნდა, კომპეტენციის კითხვები ჩნდება თავისთავად. ინვესტორისგან, რა თქმა უნდა, ინვესტორისგან და თიმი მით უმეტეს თუ ინვესტორი არის იდეის ეტაპზე ახორციელებს ინვესტიციას და ფონდი და ან angel investor-ი მაგალითად, ხო, იდეის ეტაპზე, საწყის ეტაპზე ინვესტიცია იდება ძირითადად რაში? გუნდის სიძლიერეში, გუნდში, ანუ გუნდში ხდება ინვესტირება, ხო? და იმაში რამდენად
აქვს ამ გუნდს იმის შესაძლებლობა და არსებობს იმის მოედანი, ანუ ბაზარი, რომ ეს იდეა, რომელიც რეალურად თურმე საჭირო არის, განვითარდეს. და ანუ აქ თუ გუნდის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, უკვე ძალიან ბევრი რაღაცაზე კითხვები ჩნდება. და ნუ რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ერთმანეთთან საერთო მუშაობა, როგორ მუშაობენ ერთად. აა რამდენად როგორი ხასიათის ადამიანები არიან, ერთმანეთს როგორ უგებენ. აი ქორწილება ტყუილად არ ხო, ანუ გიხსენებია რა. ზუსტად ეგ არის, ანუ ეს არის ურთიერთობა, რომელიც არის ძალიან ხანგრძლივი და უნდა გაუძლოს ძალიან ბევრ სტრესს. ასევე, უნდა გადალახოს ბევრი რამ, გაიზიაროს ხინი, ხო, ინვესტიციის ბიზნეს აღება, კეთება წინსვლა. ძალიან რთულია და რა. ამავდროულად ხო, და მათ შორის ფულის დაწერასო დაიწყებენ, ფულის განაწილებას და რაღაცები არის აწიანსა ლაგდება ხოლმე როგორც წესი და ამას თავიდან იმ არ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ აი წარმოვახსენე, თუ ეს აი სამეგობროს შექმნილი გუნდია, ხო, ყველაფერს ფიქრობენ, რომ აი რა ვიცი, თანაბრად უნდა ვიყოთ ყველანი რაღაცა და ქართული მიდგომა სხვა შორის ძალიან დიდი ხანი იყო ხოლმე, რომ ამდენი ფაუნდერიც იყო, ყველაფერი თანაბრად ნაწილდებოდა ხოლმე რა სულ. რაც ქართულ ხო, ჯიგულ ჩვენ პონჩში. არასწორად დავიწყეთ საერთოდ არასწორად რაღაცეები და დავიწყეთ, ხო. ეხლა გვიწევს, რომ აი ცუდად დაწყებული, აი ზუსტად ეს MVP-ც რა, ანუ ცუდად თუ დაიწყე კოდშივე თავიდანვე, მე რთულია გადააკეთო და მანდაც ცუდად დავიწყეთ. ეს გუნდის ნაწილის არასწორად გავიგეთ თავიდან. მე არასწორად გავიგეთ საერთოდ სტარტაპი რა არის და საერთოდ სხვა რაღაცას ვაკეთებდით და გვეგონა რომ სტარტაპს პირველი ვაკეთებდით. რამდენიმე წელი მახსოვს რომ აი რო შემოვიდა საქართველოში ეს სტარტაპის იდეა, რაღაცა ყველამ დაიწყო სტარტაპი და აკეთებდნენ რა ვიცი ყველაფერს, ჭიქის დაადებებს, ხელნაკეთ რაღაცა ხო. პროდუქტებს, რაღაცებს და ეხლა რა ვიცი ძალიან გარკვეულ ტრეში სტარტაპს ეძახიან, რა ვიცი ახალ რესტორანს რო გახსნი, რაღაცა პოდკასტს რო დაიწყებ პირობითად რა. ნუ შეიძლება ამ სიტყვის ბევრნაირად გამოყენება, მაგრამ ფუნქციაა სტარტაპი ცოტა რადიკალურად განსხვავებული რაღაც არის. კი ბატონო. კი და ანუ აი არ უნდა შეუწყოს ამას ხელი რაღაცა იმანაც რომ ჩვენც არ უნდა ვუთხრათ ადამიანებს არასწორ ინფორმაციას არ უნდა მივაწოდოთ და არ უნდა აუხსნათ არასწორად რაღაც, ხო? თავიდანვე თუ არასწორად მიაწვი ადამიანს ინფორმაციას რომ სტარტაპი რას ნიშნავს, იმისთვის ის ოკეი არის, გონია რომ ამას ნიშნავს და მოდი მე ამას გავაკეთებ, დავარქმევ სტარტაპს რა. ეს მოკლედ ნელ-ნელა რაღაცნაირად გავიგეთ რა არის სტარტაპი, ხვდებით რა არის სტარტაპი. 21 საუკუნეში ინოვაციების გაგება ცოტა შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა უკვე ძალიან ბევრ რაღაც გამოიგონეს და ძალიან რთულია, რომ თავიდან ჯერ ნატურა და მე მანქანა გამოიგონო, მაგრამ აი ეს ინოვაციების თვითონ მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, უფრო ფართო მნიშვნელობის გახდა სიტყვა ინოვაცია. ანუ რაღაცა უფრო ეხლა ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ეს არის მკვეთრი გაუმჯობესება, ვიდრე გამოგონება, რაღაც. ხო, აი, შენ თუ რაღაცას აკეთებ 10 ჯერ სწრაფად, ვიდრე აკეთებს ვიღაც სხვა, უკვე შენ ამას ინოვაციად რაღაც ახალი ღირებულების შემატება. ახალი ღირებულება შემოგაქვს და ეს უკვე ინოვაცია, ხო? მაგრამ მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს copycat იდეებთან, რაზეც ჩვენ ახლა ვთქვით, რომ აი ხშირად ეს არის კოპირებული იდეა, რასაც აკეთებდნენ და რაღაც დიდი კომპანიისგან თქვა ნუ გამოიტანა. თუ ბაზარი თავისუფალია და თუ ბაზარი არის, რატომაც არა, შეგიძლია გააკეთო, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ გავითვალისწინოთ და ფაუნდერებმა გაითვალისწინონ, რომ დღესდღეობით საკმაოდ გართულდა, ასე ვთქვათ, კონკურენცია არის მაღალი ძალიან. გლობალიზაციის პირობებში თან, ხო? კი, ბევრად მარტივი გახდა სხვა ქვეყანაში საქმიანობის კეთება. მათ შორის საქართველოსთან, როგორც შენ აღნიშნე, თქვენ ახლა ამ შემთხვევაში ამერიკაში ეხმარებით, ევროპაშიც ძალიან მარტივია ქართული კომპანიები, არსებობს ეგეთი, აზიის ქვეყნებისკენაც რამდენიმე ჩვენი ნაცნობი სტარტაპი, რომელიც აზიის ქვეყნებში არიან და იქაურ ბაზარს ითვისებენ და რაღაცა მარტივი გახდა მოკლედ აი ამ გლობალიზაციის პირობებში კეთება სტარტაპის, ამიტომ კონკურენტები ავტომატურად გლობალურად არის და არა საქართველოში შენ ყავს თუ არა კონკურენტი, ნუ მაგით არ უნდა შემოიფარგლებოდა ხოლმე მინიმუმ ინვესტორთან რომ მიდიხარ, ეს კონკურენტების ანალიზიც კიდე ცალკე ამბავი არის, ხო და ძალიან მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ის რა არის შენი ვაუ, რასაც ვეძახით, ეგ უნდა გქონდეს უეჭველად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ბაზარი, რაც სატესტოდ შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა თუ სტარტაპს აკეთებ, პირველი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ უნდა იაზრონო გლობალურად და იცოდეს რისთვის აკეთებ, რა ბაზრისთვის აკეთებ ამ სტარტაპს რა, ამერიკაში გინდა, აზიაში თუ ევროპაში. მნიშვნელობა არ აქვს, თავარია იცოდე რომ სადღაცის მიდიხარ და რაღაცისთვის გინდა და არ ხარ, ანუ სტარტაპს ვერ გააკეთებ რაღაცა ერთ ადგილას ისეთ პატარა ბაზარზე როგორც საქართველო, ხო? ჩინეთი რო ვიყოთ, ამერიკა რო ვიყოთ, ან რაღაცა, ნუ მესმის, რომ თავის სამყოფი მომხმარებელი შეიძლება იპოვო რა, მაგრამ ჩვენარი ქვეყნისთვის, ძალიან პატარა ქვეყნისთვის, ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა, ნუ ინვესტორისთვისაც მომხმარებელი არ არის, ახლა როცა შენ აკეთებ რაღაცა პატარა აუდიტორიისთვის რაღაცას, ხო? ამიტომ თავისთავად გიწევს გათვალისწინება იმისა, რა ხდება იმ ბაზარზე.
და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, თავიდანვე უნდა გაიცნო ის ბაზარი, გაიგო იქ რა კომპანიები არიან, ვინ რას აკეთებს და რა შეგიძლია შენ უკეთესად გააკეთო. აი ძალიან ეს ეგ არის გამახსენდა მნიშვნელოვანი. უცებ, რომ ადრე რომ ყოფილი ვარ სხვადასხვა ტიპის ხან ჟიურიში, ხან მენტორად სტარტაპებთან კომუნიკაციის ნაწილში, ყველა ცდილობდა ხოლმე რომ ეთქვა, რომ იმდენად მაგარი იდეა მათი, რომ კონკურენტი არ ყავთ. ხო და ნუ ეგ ხო ძირითადად პლუსებიც დააწერათ იყენებდნენ ხოლმე ამ ყველაფერს რა, მაგრამ ინვესტორისთვის გამოსილი ინვესტორისთვის უკვე საკმარისი იყო, რომ ესე იგი ამ ადამიანმა ან მატყუებს, ან კვლევა არ გააკეთა. არის ის არ იცის ვაფშე რაზე საუბრობს. კომპანიები არსებობენ. ხო, აი ეგრევე როგორც კი ავტომატურად ეგეთი გაიცნობდა ხოლმე ეგეთი სიტყვები, რომ კონკურენტი არ მყავს, ავტომატურად ნული იმ გრაფაში. იმიტომ რომ ნუ ეხლა ნუ ყოველ შემთხვევაში არა, ნუ შეიძლება ყოფილიყო რაღაც ეგეთი იდეა, მაგრამ მეტწილად ნუ არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ირიბი კონკურენტი მაინც არ ეყოლება, სწორედ იმის გამო, რაც შენ თქვი, ხო, რომ რადიკალურად ინოვაციური პროდუქტები არ იქნება და შენ თუ რაღაცა მიმართულებით შემოდიხარ ბაზარზე, ესე იგი იმ მომენტში ადამიანები სხვანაირად აგვარებენ. ანუ სხვანაირად ჭრიან იმ პრობლემას, სადაც შენ ახლა უგვარებ ამათ რა. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი სწორად მიყვე ამ ეტაპებს, ამ ეტაპების მიყოლას გულისხმობ რაც შენ ჩამოთვალე და აქსელერაციები ეს იქნება საუნივერსიტეტო თუ კერძო აქსელერატორები, ძალიან მნიშვნელოვან როლი აკისრიათ ხოლმე რომ ამ ყველაფერში გაარკვიონ, მიეხმარონ, მენტორები რომლებიც საბედნიეროდ უკვე ყავს გამოცდილი მენტორები ძალიან კაია ეგ პერიოდი რომ ეხა არის მე მგონია რომ ეხა არის ყველაზე კარგი და ჩანსავი პერიოდი სადაც სწორედ დაალაგებულები არიან ადამიანმა გაიაზრეს რა არის სტარტაპი, რა სირთულეები შეიძლება მოყვებოდეს სტარტაპს, რა საჭიროებები აქვს ამ ყველაფრისთვის და ასევე კერძო სექტორი რომელიც ძლიერდება თქვენი ჩათვლით და ერთ-ერთი პიონერები ასე თუ დავარქვათ ამ მიმართულებით კერძო სექტორში ვინც აქტიურად იყო ჩართული და ეხმარებოდა სტარტაპებს, აი ამ ყველაფრის ფონზე მათ შორის ქვეყანაში კიდე რამდენიმე ესეთი ჩვენი საუნივერსიტეტო აქსელერატორიც მათ შორის, რომლებიც რაღაც სხვა ეტაპზე ადამიანებს აი ამ დაინტერესებულ ადამიანებს ეხმარებათ, რომ სწორი გზა დაანახონ და ის ეტაპები, რასაც აი ამ სტარტაპის კეთების პროცესში აწყდებიან ხოლმე, სწორად დაალაგებულად მენტორის დახმარებით, მენტორის რჩევებით, რაღაცა სწორად მიყვნენ და სწორად გაიარონ და საბოლოო ჯამში დარწმუნდნენ, რომ ის არის, რაც უნდა აკეთონ მე მთელი ცხოვრება თუ უბრალოდ რაღაცა ერთ-ერთი ის არის გამოცდილება, რომელსაც მე სხვა დროს ეგეც არის, ანუ გამოცდილების მიღება ძალიან კარგია და აი ამ ნაწილში ვიტყვი იმას, რომ საუნივერსიტეტო აქსელერატორები ახსენე და ვინმეს თუ აინტერესებს ეს მიმართულება, სტარტაპები აინტერესებს, მე ვურჩევ, რომ პირველ რიგში დაიწყოს, როდესაც არის სტუდენტი, დაიწყოს იქიდან, მივიდეს საუნივერსიტეტო აქსელერატორში. იმიტომ რომ იქ მიიღოს გამოცდილებას. ნუ რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა იმისა, რომ რაღაც მილიონიანი კომპანია ვერ გააკეთო პირველ ეტაპზე, თუმცა ისწავლე როგორ კეთდება, კონტაქტებს შეიძენ, მეგობრებს შეიძენ, გაიცნობ ადამიანებს და შემდეგ უკვე ამ გამოცდილებას გამოიყენებ უფრო რაღაცა დიდი რაღაცის გასაკეთებლად. თახაშოში მანდაც არის სტატისტიკა, რომ პირველ ჯერზე სტარტაპების ფაუნდერების, წარმატებული სტარტაპების პირველ ჯერზე იშვიათია, რომ ეგეთი ის ქონოდათ, ხო? ხო, ამიტომ დაიწყონ უნივერსიტეტში, რომ სტუდენტი რო ხარ გეპატიება რაღაცა, ან ბევრი რაღაც გეპატიება სტუდენტი რო ხარ და ხო, მithomet მცდელობებში საპატიებელები გამოცდილებებს აგროვებ რა. გამოცდილებებს აგროვებ და გეპატიებებ ჭყალებში, ანუ სტუდენტი ხარ, რაღაცას აკეთებ და უკვე სასიხარულოა, რომ იქ ხარ რა, ანუ ეგეც აი ბენდუქიძე იტყოდა ძვირიანი გამოცდილება. ძვირიანი გამოცდილება. ხო და აი ძვირიანი რო არ იყოს ეგ გამოცდილება და მე ვთქვათ იქ ინვესტიცია რო არ აიღო კერძო ადამიანისგან, ენჯელისგან, ან ფონდისგან და მე რაღაცა გამო ჯობია რომ თავიდანვე ანუ საუნივერსიტეტო აქსელერატორს მიაკითხო და იქ ისწავლო და აი მაგ კონკურენტების ნაწილშიც ახლა შენც რო საუბრობდი, რასაც ამბობდით, რომ აი კონკურენტები არ ყავსო რა, ეს ამბობენ ხო მეც ხონ ეგეთი შემთხვევები და კონკურენტები ყველას ყავს, ანუ ყველას ყავს, ყველა სტარტაპს ყავს ირიბი კონკურენტი მაინც და ესეც მოდის ზუსტად აი პირველი ნაწილიდან რა, ანუ თუ არ აკეთებ ამ მოხმარებლების კვლევას პრობლემას არ ეცნობი, შესაბამისად ლოგიკურია, რომ არ იცი, რომ თურმე არსებობს იმ ბაზარზე ვიღაც კომპანიები, ვინც იგივეს აკეთებენ, ან დღეს შენი მოხმარებელი ამ პრობლემას ესე ჭრის, რაღაცნაირად ჭრის, ხო? ანუ ეგ პრობლემები ყველაფერი არის საფუძველშივე დაწყებული პრობლემა, რაც იქ დავტოვეთ და მე წავედით და გავაკეთეთ პროდუქტი. ხო, შუიდან გავაკეთეთ. ამიტომ არის ძალიან კარგი, შეგვიძლია რომ ეხლა უცებ ვთქვათ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ რა გამოსავალი რა არის? ხო. გაიდლაინი რა არის რა? დაწყებთათვის. პირველი ის რომ მივიდეთ აქსელერატორში, მივიდეთ აუცილებლად და მით უმეტეს თუ
tech founder-ი ხარ და იცი ტექნოლოგია, ისწავლე მეწარმეობა. თან ყავდეს ისეთი co-founder-ი, რომელიც თქვათ ბიზნესის ნაწილში იქნება გამოცდილი, იდეალურად შეძლებთ რომ ერთად იმუშაოთ, ხო? ის რაღაც გაყიდვებს, ბიზნეს მოდელს, მარკეტს მიხედავს. და მეორე ჩვენი მხრიდან არის ის, რომ აი ძალიან კარგი ესეთი არსებობს ეს მაგალითები, მაგალითად ბერკლიში, სადაც ინჟინერიის სკოლის სტუდენტებს ასწავლიან, ან მათთვის არის სპეციალური სამეწარმეო პროგრამა. იმიტომ რომ იმას უკვე აქვს ეგ უნარები და ეხლა მეწარმეობას ისწავლის და ანუ შეიძლება ყველაფერი თვითონ არ აკეთოს სტარტაპში, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოდნა ექნება. ანუ მისი co-founder-ი ეტყვის, რომ იცი რა, ჩვენ ეხლა ბაზის ანალიზი უნდა გავაკეთოთ, ეს არ ეტყვის, რომ მოიცა რა, ეხლა ჩვენ პროდუქტზე მუშაობთ და მაგისთვის არ გვცალია რა. ანუ ეცოდინება რა არის სწორი. და ჩვენ გვჭირდება ეგეთი მაგალითები სწორად როგორც აკეთებენ რაღაცებს, ჩვენც უნდა ვაკეთოთ ეგ რაღაცა რა და მით უმეტეს რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ ჯერ პატარები ამ ნაწილში, ჩვენი კომფორტი არის იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი სხვა ქვეყნის, უნივერსიტეტის, ორგანიზაციის მაგალითი ვნახოთ და ეგ მაგალითი პირდაპირ კი არ გადმოვიტანოთ, არამედ ჩვენს რეალობას მოვარგოთ. და ძალიან ბევრი რაღაც არ მუშაობს საქართველოში, როგორც ამერიკაში, ხო, ამაზე საუბრობთ ჩვენ. და ანუ მოვარგოთ ჩვენს რეალობას, ჩვენ სტარტაპებს, ჩვენ ფაუნდერებს, იმ კულტურას, რა კულტურაშიც ჩვენ უნდა ჩვენ კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი არის. არ უნდა დავკარგოთ ეგ, თორემ მე რაღაცა შალი გამოდის ყველაფერი. ისედაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ აზროვნებაზე გავლენას ახდენს და შესაბამისად ჩვენ ხედვები გვაქვს ისეთი, რომ ეს ხედვები გვაქვს. და ამიტომ ყველაფერს ვერ გადმოიტან პირდაპირ. ანუ გიწევს რომ რაღაცნაირად მოარგო იმ სიტუაციას, რა სიტუაციაში ხარ. ხო, აი თუნდაც ეს Discovery რაც ვამბობდით, რომ ყველას რომ მოწონს ეს იდეა, იმიტომ რომ მეგობრები არიან და რაღაცნაირად გვერდში გიდგან და ეს გონიათ კარგი, ხო? ესეთი ძალიან ბევრი სხვა რაღაცა არის. სწორი კრიტიკა სამშოვანი, განსაკუთრებით შენ მსახობელია, ანუ მე სკოლაში ვიყავ ხოლმე ეგეთი კრიტიკოსი რა, იმიტომ რომ რაღაცა იქ თავიდან რომ გავიაზრე, რომ ესე იგი ეს ტყუილად არ უნდა აქო ადამიანი. რა თქმა უნდა გააჩნია ხარ იმ მომენტს, მაგრამ როცა ახლა ბიზნეს საქმიანობაზე იძახის და იდეაზე რომ ერთშიც რაღაცა ენერგიავან ჩადოს, რო ჩადოს, ფული ჩადოს და რაღაცა, ეგრეთო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი, რეალისტური უკავშირი დაუბრუნო ადამიანს. მათ შორის ხო თუ შენ კვალიფიკაცია არ ყოფნის, შეგიძლია რომ ბოც რაღაცა მან შემოიფარგლო რომ ვინმე ურჩიო პირობითად, ვისაც აქ ეგ შესაბამისი კვალიფიკაცია რა და საბედნიეროდ ხა ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ ქვეყანაში არიან ძალიან კვალიფიციური ადამიანები, ბევრი სხვა მიმართულებით და რა ვიცი, მე მგონია რომ არავინ არ გეტყვით უარს, რომ ერთი პატარა საუბარი შეთანხმდით ხო, ეს ხო ამერიკა არ არის ხო, მულტიმილიონერი ადამიანები არ არიან, ვისაც მაგალითად ვერ დაეკონტაქტები ხო და ჩაწერაზე ერთი თვე და ორი თვე შეიძლება გჭირდებოდეს ხო? საქართველოში შეიძლება მარტივად ხდება ეგ, რომ ქართულ ეკოსისტემაში, სტარტაპ ეკოსისტემაში ვისაც გამოცდილება აქვს, რა Facebook-ზე რომ მიწერო, აუცილებლად დაგიბრუნებს მეტნაკლებად პასუხს. და მან ძალიან კაი ტიპი ერთი რაც მახსენდება, რაც შეიძლება გამოიყენო არის ის, რომ საქართველოს თუ არ გინდა ახლა ვთქვათ, ამ მენტორებსაც კითხე უკვე და გინდა რომ გლობალზე გახვიდე და გაიგო უკვე რა ხდება ამერიკის ექსპერტები, რაც გეუბნებიან ან ინვესტორები. ძალიან მიყვართ ადამიანებს, როცა ეკითხებიან რჩევას. და არ არსებობს, რომ ინვესტორსაც რომ მიწერო, პირველი ჯობია რომ მიწერო რჩევით, რომ გაინტერესებს რაღაც, კითხვა გაქვს. გიპასუხებენ. ანუ ოღონდ სად მიწერო ეგეც არ მნიშვნელოვანი რა. ხო, LinkedIn-ზე ან mail-ზე, ხო, Facebook-ზე რომ მიწერო. ხო, უცხოელესა და პირადი სივრცეს დაცვა ზანო. LinkedIn-ზე რომ მიწერო, კითხვით თუ ხარ და რჩევა თუ გჭირდება, დიდი ალბათობა რომ გიპასუხოს. და ისეთ ინვესტიციას რო გჭირდებოდა, ჯობია რომ რჩევით მიწერო ჯერ რა, იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ, როცა თავიანთ გამოცდილებას აზიარებენ, როცა მათ უსმენენ და აი ამ მომხმარებლის კვლევასაც როცა აკეთებ, როდესაც ინვესტორის გაცნობა გინდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც უნდა კონდეს ჩემი აზრით და ფაუნდერს და ფსიქოლოგიაც ამას ადასტურებს, არის ის, რომ უნდა შეგეძლოს მოსმენა. და ეხა ეს ძალიან მარტივად ჟღერს, როცა ესე ვსაუბრობ, ეხა მოსმენა, ეხა რა თქვა ეხლა ამან, ეხა მოვიდა პოდკასტში და თქვა, რომ იცი რა მოსმენა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ეგრე ანუ მოსმენის უნარი ძალიან კარგი უნარია და ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება. ანუ მომხმარებელს რო უსმენ, უკავშირს რო გაძლევს, ადამიანს რო კითხვას დაუსვამ და უსმენ რას პასუხობს და იმას კარგად იაზრებ. თან თუ არ საუბრობ, ანუ არც არ ეუბნები და უსმენ, უფრო მეც გელაპარაკება, იმიტომ რომ ლოგიკურია რომ აგრძელებს, ხო? და ანუ ეგ გეხმარება იმაში, რომ მეტი ინფორმაცია აიღო და ხშირად არის ხოლმე ისა, რომ რაც გეკითხება რომ რჩევა გვინდა, კითხვას გისვავს, მე შენ პასუხობ და არ გისმენს. არ გისმენს. ანუ პირდაპირ მეორე კითხვას გისვავს, ანუ თვითონ უნდა რომ იაქტიუროს და
ინვესტორების შემთხვევაშიც უნდა ადამიანი კომფორტშია, როცა უსმენენ. კი, კი. და სწორი კითხვების დასმაც აღნიშნავია, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ეგეც კი პრობლემაა, იმიტომ კითხვების დასმისაც კი ერიდება ხალხს. რა მე მქონია ლექციებიდან, ანუ ეს მომენტი საიდანაც ჩდება, არ ვიცი, სკოლიდან მოდის მერე უნივერსიტეტში თუ რა ვიცი სხვა მომენტებიდან, მაგრამ ყოლია ადამიანები, თან ჯგუფელები, სტუდენტების როსაც და მერე უკვე სტარტაპშიც, ვისაც მაგალითად კითხვების დასმის ერიდებათ რა და პირიქით ამ დროს, აი ამ კომუნიტში ძალიან მნიშვნელოვანია რომ კითხვები დასვა სწორად, რაც მართლა გაინტერესებს. რასაც მაგალითად ვერ დასერჩავ რა, ესე მარტივად და იმ კითხვაზე პასუხი შემთთვის განამწყვეტი შეიძლება იყოს რაღაც მომენტში, ან მინიმუმ რჩევა და გამოცდილება მიიღო რაღაც მომენტში, ხო? ხო და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მაგალითად ამ მომენტში სწავლობ, აი მამ ტესტი რო ახსენე, მანდაც ხო სწავლობ სწორი კითხვების დასმას, ანუ რა როგორ უნდა დაუსვა მომხმარებელს თუნდაც ინვესტორთან როგორ უნდა იკონტაქტო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. და სწორედ აქ აქსელაციების და სხვა პროგრამის მეშვეობით და იმ გამოცდილებების მეშვეობით სწავლობ ამ ყველაფერს. მე იგივე შესაძლებლობები ნაკლებად გემართება ხოლმე. კი, კითხვების დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი სკილი, ასე ვთქვათ, უნარი და ეხლა შენ ახსენე, არ ვიცი საიდან მოდისო რა, ეგ შეიძლება სკოლიდან ან ბავშვობ ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ ეს მოდის ბავშვობიდან, იმიტომ რომ ბავშვები არიან ინტერესიანები და ჩვენ თუ გინდა რომ სტარტაპ ფაუნდერი იყო, შენში ბავშვი უნდა ყავდეს რა, სულ ან ის ბავშვი უნდა იყოს აქტიური და აინტერესებდეს სადაც აღმოჩენს. სხვანაირად ძალიან გაგიჭირდება, ხო? და აი ბავშვობაში რომ ბავშვები ყველაფერს ფერი აინტერესებს და აღმოჩენის ეტაპზე არიან, ყველაფერს აღმოაჩენენ. ხო, აი ტელეფონი რომ მისცე, შეიძლება პირში ჩაიდოს, მე ჩადოს რაღაცა ჭიქაში, წყალი დაასხოს, გადააგდოს, ანუ ამით კი არ ცელკობს, აინტერესებს როგორ გამოიყენოს, ანუ რა მდგომარეობაში რა მოუვა. სტარტაპიც მაგას აკეთებს. ანუ შენ თუ აკეთებ რაღაც პროდუქტს, ამ პროდუქტს ტესტავს სხვადასხვა გარემოში, ხო? ანუ ზუსტად იგივე არის ესეც. და როდესაც ბავშვები რაღაცას გეკითხებიან, ზოგჯერ არ უსმენთ, ხო? აი რაღაცა რაღაც ბავშვობიდანაც მოდის მაგის ნაწილი. მე სკოლაში შენი აზრის დაფიქსირების ნაწილში იზღუდები და აი რაღაც ეტაპებზე თავს ანებებ ამ კითხვების დასმას რა. ეგ ერთია და ვიღაცები არ ნებდებიან და აგრძელებენ და მეორე არის კიდევ ის რომ ხშირად მეც მქონია ეგ მომენტი მე შევხვედროა ეს ადამიანებს და მე უთქვამთ რომ აი ეგ მჭირდაო და ამიტომ ვიტყვი ესე დარწმუნებით რომ ხშირად გონიათ ადამიანებს კითხვის დასმა სისუსტე. რო აი ხამას რო ვიკითხავ, იმას სულად არ ჩამთვალეს. სულად არ ჩამთვალეს და ამიტომ არ კითხულობს რა, არც იმ ინვესტორს არ აკითხება, არც მენტორს არ აკითხება და მე უშვებ შეცდომას. უშვებ შეცდომას თავისთავად რა და ამ დროს კითხვას თუ დასვამ, ბევრად დიდი არის იმის შანსი, რომ რაღაცა ახალი გაიგო და უკეთ გააკეთო, ვიდრე რო არ დასვა. რა უნდა მოხდეს? ანუ მე ამ დროს ვეუბნები ხომ ეს რაღაცას ფაუნდერებს, ხშირად მithქვამს ესეთი რამ, რომ რაღაცაზე როცა ვერ იღებენ გადაწყვეტილებას რა, აი ეს ვიკითხვა, ესე გავაკეთოთ ისე. მოდი იფიქრე, რა შეიძლება მოხდეს, ამას თუ გავაკეთებ. აი ეს კითხვა რომ დავსვა უარესი რა შეიძლება, აი ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს, ხო, რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მე არაკომპეტენტურია რაღაცაში, ხო? ანუ მე რა მოხდა, რაღაც არ ვიცი. ეგ მომენტი მეც გამომიხდია ჩემ თავზე და ჩემი თავი, ჩემ თავზე მიმუშავე იმ თვალსაზრისით, რომ აი მე თვითონ ყოფილი ვარ ისე, რომ აი ყველანაირად მომზადებული ვიყო, რომ სტუდენტმა რომ რამე კითხვა დამისვას, მე აუცილებლად უნდა გავცე პასუხი. ხო, აი ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. ხო. მასწავლებლებსაც კი აი სკოლებში მე მქონია ეგ შეხება, რომ ყველაფერი ვერ გეცოდინება ბუნებრივია და შენი უნარიც ეგ არის, რომ როცა რაღაცა არიცი, ამ პროცესში სწავლობ. ვიღაცა კითხვას გისვამს, ანუ მე მაგით ძალიან ბევრ რაღაც ვისწავლე. აი როცა გაზიარების პროცესში ისეთ რაღაცას მეკითხებოდნენ, რაზეც მე იქამდე არ მიფიქრია რა. იმიტომ რომ მე ერთი ადამიანი ვარ და მე ჩემი რაღაცა ის მაქვს, ხო? თუნდაც რაღაც საკითხს რომ ამუშავებ ხოლმე, რაღაცა მიდგომები მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესწავლის პროცესში, მაგრამ ყველა ალტერნატივას და ყველა პერსპექტივას შეიძლება ვერ შევხედო იმ მომენტში, იმ ნაწილში, ხო? და ეს სტუდენტები, ადამიანები, ვინც ამ თემით არიან დაინტერესებული და მე ამის გაზიარების პროცესში რაღაც კითხვა დაუსვია, ამით უფრო მეტი მისწავლია ხოლმე ყოველთვის რა. ხო და ამიტომ, რა ვიცი, არც მასწავლებლების არ არის პრობლემა, რომ რაღაც არიციან, განსაკუთრებით თანამედროვე დროში, განსაკუთრებით სკოლებშიც კი, იმიტომ რომ სკოლებთან ძალიან ბევრი შეხება მქონია სხვა პროგრამით და იქ შემხვედრია ბევრი ეგეთი მასწავლებელი, რომლებიც რა ვიცი, თავს აკვდებიან, მოკლედ, რომ ბავშვამდე რამე მიიტანონ ძალიან დადებითად და შემდეგ და ყველაფერს ცდილობენ, რომ დამატებით წავიდნენ რაღაცები, ისწავლონ პროგრამები, გამოინახონ და მე ბავშვამდე მიიტანონ და მეორე მხარეც არის, რომელიც
ცოტა დაკომპლექსებულია იმით, რომ ბავშვებმა უფრო მეტი რაღაცები იციან, უფრო მეტად აქვთ ინტერნეტთან წვდომა. ხო და ეგეთ რაღაცეებით რა და ცოტა მე ცოტა უფრო მეტად აგრესიულიც შეიძლება გახდეს ეგეთი ხო, ადამიანი და ასე შემდეგ. შეიძლება კი. აი ეგეც თავდაცვა არის და მე მაგალითად როცა ჩემ თავში აღმოჩნდა ის რომ აი ძალიან მემზადებოდი თქვა რაღაც ლექციისთვის რომ აი რაღაც კითხვა და მე დავიწყე ჩემი თავის ისეთ სიტუაციებში სპეციალურად ანუ ისეთ სიტუაციებში ჩაგდება, ხო? ჩაგდება სადაც აი კითხებს დამისვამე და მე არ მეცოდინება რაღაცები რა. მე როგორც ამ პოდკასტში. ხო, აი ეგეთი რა. და ეხლა ეგ ძალიან ნორმალური მომენტია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არიან ისეთი სტარტაპები, რომელიც მაგალითად ისეთი მიმართულებით მუშაობენ, რომ მე არ ვერკვევი, ხო? თქვა ძალიან სიღრმისეულად, თქვა რაღაცა Web 3-ში შეიძლება ძალიან სიღრმისეულად არ ვერკვევავდი, ხო? მაგრამ მე მაქვს ჩემი კომპეტენცია, ის თუ რაღაცა ისეთ მკითხავს, რაც მე არ ვიცი ამ მიმართულებით, ვეტყვი რომ, იცი რა, მე ეს არ ვიცი და მოდი, აბა მითხარი, ან მე ამას მოვიზიებ და მე განვიხილოთ. საჭირო ადამიანს დაგაკავშირებ. საჭირო ადამიანს დაგაკავშირებ. ან უბრალოდ შენ გამიზიარება რა იცი ამას დაკავშირებით და ეგ ნებისმიერ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა იდეის ეტაპზე ხარ შენ თვითონ ინვესტორი ხარ თუ ანუ სად დგახარ ამ დაფაზე ამ მოთამაშე რომელი მოთამაშე ხარ ეგ არის ძალიან კარგი უნარი კითხების დასმის უნარი და ის რომ არ გეშინოდეს რომ გამოჩნდე რომ იცი რა მე რაღაცა არ ვიცი ყველამ რაღაცა არ ვიცით და ეგ არის ზუსტად რომ და ისწავლო სტარტაპს თუ აკეთებ ძალიან ბევრი რაღაცა აღმოჩნდა რომ თურმე არ იცი და მე გიწევს იქ სწავლა რა იმიტომ რომ სტარტაპის კეთების პროცესი არის მთლიანად სწავლება იმიტომ რომ თან სწავლობ თან ვითარდები და შეიძლება ერთხელ აღმოჩნდე რომ ისეთი რაღაც ჭირდება შენ მომხმარებელს რაც გუშინ არ იცოდი და გიწევს რომ ის რაღაც გააკეთო მერე და შესაბამისად უნდა ისწავლო აი მე ამ პოდკასტებს რო ვიწყებდი ხო მაშინ მქონდა ეგ თემა ეგ დილემა რომ აი რაღაცა მიმართულებით ვერკვევი არის ჩემი ინტერესის სფერო და რაღაცეები რომლებშიც საერთოდ ვერკვევი რა და რაღაცა მეთქია წინასწარ ამოვიწე რაღაცეებს წავიკითხავ გავერკვევი რაღაცებს მაგრამ ხო ნუ როგორ სისულელია რომ ადამიანები მაგალითად სტუმარი რომელიც მომყავს და 10 წელია მაგ მიმართულებით მუშაობ და შენ გინდა რომ 2 დღეში ისე ისწავლო ყველაფერი რომ ის საინტერესო კითხვები დასვა ან რაღაცა რა და მე მივხვდი რომ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს მათ შორის მსმენელისთვის რომ აი ამ პოდკასტის პროცესში ამ გარკვევის რეჟიმში ვიყოთ რა აი მე ვარ ის ბავშვი რომელმაც არ იცის და ის არის მშობელი რომელსაც ეკითხება რაღაცას რა ეგ ნაწილი უფრო ბუნებრივია ხოლმე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ახლა თუ რაღაცა უფრო ტექნიკური აინტერესებს მაგალითად AI-ზე ვაპირებთ ახლა რამდენიმე იმის ჩაწერას და აქ ქონდა ესეთი დილემა, რომ აი რა ვქნათ, როგორ ენაზე ვილაპარაკოთ, რაღაც ტექნიკურ ენაზე, სადაც რა ვიცი, AI როგორ მუშადება კუდაზე და რაღაცეებზე, თუ მოდი AI თულები, რომელსაც ყოველდღურად ადამიანები გამოვიყენებთ, ან რაღაც სირუსაოს. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ის თინაზე, ან ჩემი მსმენელი ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, გარკვეულია რაღაც ნაწილში, მაგრამ შეიძლება რომ ტექნიკური ენა საერთოდ არ აინტერესებდეს რა. ამიტომ ამ გარკვევის პროცესშიც ეს კითხვების ბუნებრივი უნდა იყოს და არა, რა ვიცი, ინტერნეტთან მოძიებული, მერე დამუშავებული, ან თუნდაც ChatGPT-ის დახმარებით შემდგარი. ხო, მაგაში გეთანხმები, ასევე იმაშიც, რომ მე ესე ვფიქრობ, რომ ადამიანი მაშინ არის პროფესიონალი, როცა შეუძლია რაღაცა თავისი პროფესიასთან დაკავშირებით მარტივიანით გადმოსცეს. შეიძლება მე მაგალითად ვქონი ესეთ შემთხვევა, რომ როდესაც ვუსმენ ძალიან მაგარ პროფესიონალს რაღაც მიმართულებით, მაგალითად ინვესტიციას მიმართულებით, ან რაღაც ტექ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამას ხომ მეც ვიტყოდი. თუ აი რაღაცა ეს ახლა რაღაცა არ არის რა დიდი აღმოჩენა, მაგრამ რეალურად მისი გამოცდილება სწორედ ის არის, რომ შენამდე ისე მოიტანოს სათქმელი, რომ შენ გაიგო. სხვა შემთხვევაში ხა ჩვენს რა დავსვდეთ აქ და ვისაუბროთ ინვესტიციებზე თუნდაც ან სტარტაპზე შეგვიძლია ისე ვისაუბროთ, რომ ვიღაცა ვერ გაიგოს, მაგრამ ჩვენ მიზანი ხო ის არის, რომ გაიგოს. და გაიგებს ის ვინც ისეთ იცის, ხო? და ამიტომ უნდა ვისაუბროთ მარტივად. და სტარტაპებთანაც მაქვს ხოლმე ეგ რჩევა, მაგ რჩევას ვაძლევ, რომ ხშირად, როდესაც აი ტექ ფაუნდერები, მე მგონია რომ რაღაცა შენ უფრო ტექ ხალხი გიყურებს და ეხლა მაგას ეტყვი რა, ტექ ფაუნდერებს აქვთ ხოლმე ესეთი თანამედროვე ენაზე ვთქვათ, fancy ისა. ფული საკომუნიკაციო. ხო, იციან თავისი თემა, იგრძნობენ თავს როგორც თევზის წყალში და საუბრობენ ამ თავისი ტერმინოლოგიით, ძალიან რთულად ხშირად, თუ თქვათ რაღაც hardware-საც აკეთებენ, ნუ საერთოდ და ვერაფერს ვერ იგებს ინვესტორი, ვერც მენტორი, არ არის ეს საჭირო, მეგობრებო, პირიქით. ისე უნდა ახსნა შენი იდეა, რომ ბავშვმაც კი გაიგოს. და მე მაგალითად თქონდა ეგ გამოსწრება, რომ ერთხელ გავაკეთე ესე რაღაც პრეზენტაციაზე მუშაობდი და მოკლედ ჩვენს კომპანიაში ვაკეთებდით რა და ირაკლის ვაჩვენე ეს პრეზენტაცია და ირაკლი მითხრა, რომ
ესო ეხლა რამდენად გასაგებად არისო და მეთქი გასაგებად არის თქვა და კარგიო მაშინ 2 წუთიო მაცალეო და მე მომწერა რომ ეხლა სანდრო შავთავო ჩემს შვილსო რა ბავშვსო და აბა ჩაუტარეო ეს პრეზენტაციო თუ გაიგებსო და მოკლედ ბავშვზე დავტესტეთ რამდენად გასაგები. გასაგები იყო რა და ეს არის ძალიან მაგარი მიდგომა უნდა იფიქრო იმაზე რომ ეხლა რომ ამას ბავშვს უხსნი და ბავშვი გაიგებს მათ შორის ინვესტორთან დამიმშო შენ თუ მიდიხარ დაფინანსება მიიღო და ინვესტორს ელაპარაკები ისეთი ენით რომელიც მას არ ესმის ნუ ძალიან დიდი შანსია რომ არ დაგაფინანსოს ხო რა ანუ ამით შეიცოდნა საერთოდ არ ჩანს პირიქით ხო ინვესტორები არ არიან რაღაცა ზე ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან შეიძლება მან ძალიან კარგად იცის თავისი სფერო ან ინვესტიციები ესმის იცის თანხა ჩადოსად არა მაგრამ შეიძლება არ იცის AI ან რატომ უნდა იცოდეს ხო პირობითად შეიძლება ძალიან ბევრი მიმართულებით აკეთებს ინვესტიციას შენი მიზანი ის არის რომ გააგებინო რომ საკეთებ მარტივად გააგებინო რომ ეს უნიკალურია გააგებინო რომ მაგარი თიმი ყავს და ისეთი ბიზნეს მოდელი გაქვს რომ ძალიან დიდ ბაზარზე ამ ბიზნეს მოდელით ამას გაყიდი აი ძალიან მარტივად ეგ არის რა ანუ თიმის კომპეტენციით მაგარ დიდ ბაზარზე სადაც არსებობს პერსპექტივა მაგარი რაღაც გაქვს და იმას გაყიდი კი კი და არ არის საჭირო რომ ესე რაღაცა ფენსი სიტყვებით ძალიან რთულად აგვხსნათ ვიღაცას რაღაცა პირიქით რაც უფრო მარტივად გააკეთებ ამ ყველაფერს მით მეტი გაიგებს და მით მეტად მოახერხებ ადამიანებისგან რაღაც მიიღო კი მოდი ცა გადავიდეთ რაღაცა უფრო ეხლა ჩვენ ბევრ საკითხს შევეხეთ მათ შორის რაღაცა რჩევებიც შიგადაში იყო ხო რაღაცა ერთი ან ორი რჩევა რაც აი ყველაზე ხშირია ხოლმე ყველაზე ფეილებიც ვახსენეთ ხო სამი ძირითადი მიმართულება ასეც ფეილდებიან ხოლმე ერთი ან ორი რჩევა რომელსაც აი ყველას ურჩევდი აბსოლუტურად რასაც არ უნდა აკეთებდნენ რა არის ეგ ანუ რო გამოვყოთ ეს ორი რჩევა მოდი საწყის ეტაპზე ვინც არის მაგაზე კონცენტრირდეთ ახლა აი მაგალითად ვიღაც დეველოპერია და უნდა რომ გააკეთო სტარტაპი პირველი რასაც ვურჩევდი არის ის რომ ჯერ გაიგოს რა არის თავარი რამ რასაც აკეთებს იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მოგეთ ძალიან ბევრი რაღაც შედებიან რა ანუ აკეთებს აპლიკაციას და აქვს ეს ფუნქცია და ძალიან ბევრი ფუნქცია ძალიან დატვირთულია რაღაც სამი ბიზნეს მოდელი აქვს და ვიკარგებით ამ ყველაფერში საწყის ეტაპზე უნდა იცოდე რაღაცა ერთი ნიშნულოვანი კარგი გაუმჯობესება ის რაც შენთვის განსაკუთრებულია შენ მოხარებისთვის განსაკუთრებული ის იცოდე რა ეგ აღმოაჩინეთ ეს არის ჩემი რჩევა მაგდონალდში რომ მიდიხარ ეს ჩემს საყვარელი მაგალითი არის რომ მაგდონალდში როცა მიდიხარ ძალიან ბევრი რაღაც იყიდება ხო მაგრამ ძირითადად მიდიხარ აზე რომ უნდა ჭამო ჩიზბურგერი მაგალითად ან ბურგერზე მიდიხარ და არა ნაყინზე ხო ან უნდა იცოდე რა არის შენი ბურგერი ან სტარტაპი რო ხარ შენი ბურგერი რა არის მითხარი და მე დაიწყე ის რა უხდება ამ ბურგერს რა შეიძლება რასოოსთან ჭამო გაზიანი სასმელი და ხო ანუ თავარი პროდუქტი შენი ბურგერი იცოდე რა არის პირველი და მეორე რჩევა ალბათ იქნებოდა ის რომ თავიდანვე იცოდე რა ბაზრისთვის აკეთებ შენ პროდუქტს რომ მე იქ უკვე გააკეთო რა ის discovery-ც მოხარებსად ბაზარი მოიფიქრო როგორ რაინაზე ელაპარაკო შენს მოხმარებელს და ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავიდანვე უნდა გადაწყვიტო და რა გინდა იქ რო აკეთო იმ ბაზარზე შეიძლება საერთოდ ვიცოდე რომ აი მე მინდა ვაკეთო რაღაცა სტარტაპი გავაკეთო ამერიკისთვის და მე რო ვიფიქრო იქ რა პრობლემებია ჯერ უბრალოდ პრობლემების ძიება დავიწყო მოხარებთან დავიწყო კომუნიკაცია და აღმოვაჩინო რაღაცეები მაგრამ ნუ ვიცოდე რა აი ბაზარი იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეს მოგწონდეს ვიღაცებსაც ჭირდებოდეთ მაგრამ იმდენად პატარა ბაზარი იყოს რომ ფიზიკურად სადღაც მიხვალ და გაჩერდები ხო აი მაგიტო არის რომ ანუ ინვესტორებისთვის იდეაზე ანუ იდეა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ იდეაზე მნიშვნელოვანი ბევრი რაღაც არსებობს და მესამე რჩევასაც ვიტყვი ახლა რაც გამახსენდა არის ის რომ შეიძლება ძალიან ბევრს ისმენია მაგრამ აი ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ რომ ნუ იქნებით თქვენს იდეაზე ძალიან შეყვარებულები რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ეგეთი სტარტაპ ფაუნდერი აი ამას ვამბობ ძალიან ხშირად მაგრამ მაინც სულ არიან და როგორც აი მშობლებს აქვს ხომ ეგ პოზიცია რომ აი ძალიან ზრუნავ რომ არა რომ მოიგებ ხოლმე ტელეფონს და აი შეხედე რა ბაღში მიბედით ეხლა და ხო და ესე რო გიხსნია რომ აი ჩვენ ეს პროდუქტი ხა ეს დავამატეთ და ასე შემდეგ ანუ იდეა სულ იცვლება ვითარდება, შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც დაიწყო და სხვა რაღაც შეგრჩეს ხელში, ამიტომ იმას თუ ჩაებღავჭო შეგიყვარდება, თავისად ვერ გამთარდები და ამავდროულად იდეაზე შეყვარებულობა იწვევს იმას, რომ სამომავლოდაც
შენი exit სტრატეგია რა არის? ვერ ყალიბდები რა, ანუ რა გინდა მერე. შემეცნებად არ უნდოდეს ხო, რო გაიზრდები. დაენანოს გაყიდა. გეკითხება ინვესტორი, რომ აი, შენი სტრატეგია რა არის? და არ იცი. ხო. იმიტომ რომ შენ ხო შენ შეშუძ რო გეკითხებიან რომ გაიზდება რას უზავო ხო არ ეთქო სახლიდან გავაგდებ ხო და ეგ არ იციან და ამიტომ მოკლედ თქვენი იდეა ნუ ჩაებღაუჭებ ნუ შეგიყვარდებათ შეხედეთ როგორც სამუშაო მასალას როგორც ქვას ზართულია მე აქედან გავაკეთებ ხო იცი ანუ ეგრევე და შეხედეთ ხო ეგ ჩემსაც ზართული მე ხო ყველაფერი კარგად ვიცი მაგრამ ჩემს პროექტებზე ძალიან შეყვარებული ვარ ხოლმე მან გჭირდება ადამიანი აი ეგეთ დროს რა ხდება რა უნდა ყავდეს გუნდში ადამიანი, რომელიც არის გულგრილი ესეთი. აი ესეთი არავის უარ უყვარს. მაგრამ კომპეტენტური რო. და ის ადამიანი გეტყვის, რომ აი ეს ისეა ნამდვილად და შენ როცა უღრუბლებში ხარ, ის ადამიანი ჩამოგაგდეს. აი ეგეთი ადამიანი გუნდი მაგიტოა მნიშვნელოვანი. აი გუნდი მაგიტოა მნიშვნელოვანი. აი დღევანდელ მდგომარეობასაც შევეხოთ ზოგადად რა, ანუ წერან ვახსენეთ, რომ საქართველოში დაწყება, კაია სატესტოთ, რომ ზოგადად ბაზარი მოსინჯო. მაგრამ არც არის აუცილებელი, რომ მაგ პირდაპირ საქართველოში დაიწყო, ხო? თუ შენი იდეაც და სეგმენტიც არის რაღაცა ამერიკაზე გაცვლილი ან ევროპაში გაცვლილი, რა თქმა უნდა, ჯობია რომ იქ გააკეთო ეგ ყველაფერი. დღევანდელი ნაწილს რო შევეხოთ, მაგალითად, თქვენი გეგმები, თქვენი უშუალოდ ფუჩერ ლაბორატორიის გეგმები რა არის, რო შევეხოთ, დღეს ან მაგალითად წელს რა გეგმები გაქვთ და რა გინდათ რომ საბოჯამში გააკეთოთ, რა გარდა იმისა, რასაც ისაც აკეთებთ, რომ ქვეყანაში ამ ეკოსისტემას აძლიერებთ, აძლევთ შანსს, რომ ამერიკულ ბაზარზე გავიდნენ, გამოსილი მენტორების დახმარება მიიღონ და მათ შორის ფონდი გაქვთ, რომელთაც ეხმარებით ფინანსურ ნაწილში, ხო ესეა. შემდეგი გეგმები, თუ გაქვთ ეგეთი რაღაცა იდეები, გეგმები, პროექტები, რაღაცები, რის გაზიარებაც ახლა ამ მომენტში შესაძლებელი არის. ხო, ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გეთანხმები, რომ თუ თქვათ რაღაც ბაზრისთვის აკეთებ ჯობია რომ იმ ბაზარზე დაიწყო. ეხლა მაგალითად ჩვენ რომ როცა ვეხმარებთ ამერიკის ბაზარზე ორიენტირებულ სტარტაპებს, ხშირად აქსელერაციაში მოდიან ფაუნდერები და გვეუბნებიან რომ აი იცი რა არის, ეხლა customer discovery-ро საქართველოს გავაკეთო. აქ ვიღაც კომპანიები მყავს და ესენი რომ ჩავთო მაგალითად ჩემ პროექტში და რეალურად თუ აკეთებ შენ სტარტაპს ამერიკის ბაზრისთვის, უნდა წახვიდე და ელაპარაკო ამერიკელ მომხმარებელს. ჩვენ ვაკეთებთ ამას. ჩვენ პირდაპირ ვაკეთებთ ტესტირებას ამერიკის ბაზარზე. და არა საქართველოში. პირდაპირ ვიწყებთ იქ, სადაც მიდიხარ, იქ გააკეთებ. ბევრად რთულია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კონკურენცია არის, მაგრამ ჯობს რომ იმ კონკურენციას იმ ეტაპზე იქ გაუძლო, იქ დაიწყო, იწვალო, ვიდრე ანუ არ გჭირდება უბრალოდ აქ დაწყება. ალაკ ორმაგი ხარჯის და ორმაგი დროის დაკარგვაც არის რა. არ გჭირდება, ანუ რა შეგჭირდება? შენ თუ ამერიკელ მომხმარებელზე უნდა გაყიდო რაღაც პროდუქტი, აქ რატო აკეთებ? ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. შეიძლება ამერიკელზე გატესტო და თუ იქ იმუშავა, ოკეი, საქართველოშიც გამოიყენონ, მაგრამ ანუ საქართველოში თუ ვიღაცას რაღაც მოწონს, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში გამოიყენებენ, იმიტომ რომ ამერიკაშიც თვითონ სხვადასხვა შტატებში, აი როცა ტესტო, სხვადასხვა ტიპის მომხმარებლები არიან რა, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთზე. ეხლა რა შეიძლება ჩვენ გეგმებს? ჩვენ ჯერჯერობით როგორც მივდივართ, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ჩვენ ფონდის ფარგლებში უკვე მეორე ბეჭდს ვაკეთებთ აქსელერაციის, ანუ პირველი უკვე ჩავატარეთ და იქიდან დავაფინანსეთ სტარტაპები, გავატარეთ აქსელერაცია, ვემუშავებით ამ სტარტაპებს თავისთავად, რომ შემდგომი ინვესტიციები აიღონ და ეხლა ვართ მეორე ბეჭის პროცესში, ანუ აქ ვემუშავებით სტარტაპებს, ჯერ აქსელერაციის პროცესში ვართ. რომ აი ეხლა ზუსტად გააკეთონ ისედაც ეხლა ვსაუბრობდით. თუმცა ჩვენი გეგმა როგორია? ჩვენ როგორც ფონდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი სტარტაპები, ჩვენი პორტფოლიო სტარტაპები არიან გაიზარდონ თავისთავად, ხო? ამიტომ ეს არ არის რაღაცა პროექტი, რომელიც 3 თვე იქნება აქსელერაცია და მერე კარგად იყავით წადი, ხო? თავისთავად ჩვენ რა ვთქვით, რომ მეორე ადგილზე იყო ის, რომ ვანავრობ cash, ხო? ხო და ჭირდება მე ამას დამატებით follow-up ინვესტიციები, ხო, რაც სხვა ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კონტაქტები, როგორც ამერიკაში, ასევე რეგიონში, ცენტრალურ ევრაზიაში, სადაც ყავს VC ფონდებისაც ვეპარტნიორებით, ყავს ლაბები ამერიკაში, ბერკლის მათ შორის, სადაც შეგვიძლია რომ ანუ ეკოსისტემა შევქმნათ ასე ვთქვათ ჩვენი სტარტაპებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ რომ მოიძიონ დამატებითი ინვესტიციები, განვითარდნენ, იქ ლაბორატორიაში თუ ჭირდებათ რამე, რისერჩი თუ სჭირდებათ და ასე შემდეგ. იმუშაონ ამ მიმართულებით, ბერკლისთანაც აქტიურად ვმუშაობთ, ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები იმაში, რომ იქ შევქმნათ ისეთი ჩვენთვის საჭირო, ასე ვთქვათ,
ეკოსისტემა, სადაც ქართულ სტარტაპებს, ჩვენ პორტფოლიო სტარტაპებს და სხვა სტარტაპებსაც ექნებათ იმის საშუალება, რომ განვითარდნენ. ეხლა მაგალითად ყავს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე მრავლად არიან NVIDIA-სთან პარტნიორად, მათ შორის და სხვა ძალიან ბევრი ორგანიზაციასთან, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ სტარტაპებს, რომ დანარჩენ დამატებით და ასე ვთქვათ, წინსვლის შემთხვევაში სხვა ეტაპებზე იქ მარტივად მოგვარონ ფინანსების საკითხები, მარტივად დაარეგისტრირონ კომპანია, შეძლონ კონტაქტების მოძიება და აი ამ ყველაფერში უკვე არსებობს მზა ეკოსისტემა, სადაც შენ როცა სტარტაპს აკეთებ, იცი რომ აი იცი რა მე აქ მივალ ახლა ამ კომპანიასთან პარტნიორობა აქვს ჩემს დამფინანსებელ VC ფონდს და ისინი დამეხმარებიან. ანუ ამ ეკოსისტემის შექმნა დაეხმარება არა მარტო ჩვენ სტარტაპს, არამედ ზოგადად მთელს ეკოსისტემას იმაში, რომ იქ უფრო მარტივად და სწრაფად ვაკეთოთ რაღაცები და არ აღვიქვავდეთ, აი ჩვენ ბავშვობაში იყო ხომ ეგეთი ფრაზა ხო გახლავს რომ მამა ჩემი ამერიკაში გადაგაგზავნეს და ამერიკა იყო რაღაცა ბოლო წერტილი რა, ანუ იმისი იქ იყო რაღაც წარმოუდგენელი რომ ამერიკაში ვარ, ანუ ამერიკაში თუ მოხვდი იმის იქით არაფერი არ არის. და რეალურად ეს მასშტაბი ნელ-ნელა მცირდება. დღეს ვხედავთ, რომ აი ძალიან მარტივად ხო, შენ გიყურებ და რაღაცა იქ ხარ, მე აქ ხარ, ძალიან ბევრი ჩვენ მეგობარი, იქ მიდის პროექტს აკეთებს, საქმეს აკეთებს, ხო, პარტნიორობებია. ეს ყველაფერი ეხმარება ჩვენს ეკოსისტემას იმაში, რომ ეს მაძილი შეამციროს და ეს გახდეს ჩვეულებრივი ნორმა. ანუ ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი რა. weekend ამერიკაში გადაფრინდი საქმე გააკეთე გადმოხვედი, ნუ ძალიან ჩვეულებრივი ხა ჩვენი ბევრი ნასომისთვის მათ შორის, ხო? და ანუ ეს ადამიანები, ეს მაგალითები, ის ეკოსისტემა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის პროექტები, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ყველაფერი რეალურად რასაც აკეთებს, არის ის, რომ ავითარებს ეკოსისტემას და ამცირებს მანძილს. ანუ ჩვენ შორის მანძილი მცირდება. მე როგორც წარმომიდგენია ბავშვობაში რომ ამერიკა სად იყო, ეხლა იგი არ წარმომიდგენია, ხო? ეხლა ჩემთვის არის ის, რომ იქ რაღაცა საქმეს ვაკეთებ, პარტნიორები მყავს, სტარტაპები მყავს, ვმუშაობ იქ და ეს ბევრად უფრო რეალური გახდა. და სტარტაპებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვა აკეთებ სტარტაპს ამერიკის ბაზრისთვის, ხო? ამერიკა უნდა ნახო. ანუ ფილმების შინანახე ამერიკას სხვა არის, ხო? ხო, და ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასშტაბს აღიქვა. ხვდები რამხელა ბაზარია და რამდენი შესაძლებლობა. ნუ ჩემი შთაბეჭდილება ეგ იყო პირველი, რომ ვაუ, მეთქი თურმე რამდენი შესაძლებლობა არსებობს. რამხელა არის შესაძლებლობები. მე და ჩემი ძმა პირველად რო ვიყავი, მე ხო რაღაცა უფრო ამაკ კუთხით ვიყავი და ჩემი ძმა, აუ რა მაგარი, ესე იგი აი აქ რო ქუჩებში რო ვიარო, რამხელა შთაგონება წიგნების დასაწერად. ანუ ყველას თავისი შეიძლება ნახოს რა ყველა ადამიანმა ვის რა ხედვა აქვს და რაღაცა იქაური ბაზრის გათვალისწინებით. იგივე აზიაზეც, ანუ შეგიძლია რომ ჩვენ მაგათ ცენტრალური ევრაზიის მასშტაბით ძალიან ბევრი პარტნიორი ყავს და იქაც რო ჩადიხარ, ხედავ რომ თურმე რამაგრი სტარტაპები ყავთ, რამხელა კომუნიკაცია. და ჩვენ სხვანაირად ვიცით რა. და თურმე რამხელა შესაძლებლობა არის ბაზრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ დიდია. ბევრი ადამიანია, ბაზარი დიდია, ხვდები? ამიტომ ეს ყველაფერი უნდა აღიქვა, ნახო, შეიგრძნო, გაზომო, მე იგი იმუშაო და ეგ ყველაფერი უნდა იყოს პროცესი, ანუ ჩვეულებრივი მოვლენა. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი როლი მთავარი მაინც გონია, რომ ესე კიდე კარგად რო აღვნიშნოთ არის ის, რომ ჩვენ ცალკეულად ისე განვითარდეთ ქვეყანაში და კერძო სექტორი, იგივე ფონდი, იგივე რაღაცა angel კლუბი იქნება, კლუბი იქნება, აქსელერატორი იქნება, ეს თუ უნივერსიტეტის ნაწილში სამეწარმეო განათლება, რომ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი და ამ ერთმანეთის ხელშეწყობით სტარტაპებს შევუწყოთ ხელი, რომ ეს მანძილი რაც შეიძლება მარტივად შეამცირა. ძალიან მაგარია და პირველ რიგში მიხარია რომ აქ მასშტაბის შემცირებაში ჩვენც და მეც პირადად ჩართული ვარ და მახარებს ხოლმე ყველა ქართველის წარმატება. წინა ეპიზოდში აღვნიშნე რომ ერთი წარმატებული სტარტაპიც და კომპანია ძალიან ცვლის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. მნიშვნელობა არ აქვს ის ჩართულია სტარტაპებში თუ აი შემდეგ. აი შეიძლება რომ, რა ვიცი, საქართველოს კიდეში სადღაც მაღალ მთაში მცხოვრებ ადამიანზეც კი ზეგავლენა მოახდინოს, იმიტომ რომ წარმატებული სტარტაპები და ბიზნესები ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ გადასახადს ბიუჯეტში, მეტ შესულ ბიუჯეტს და მეტი შესული ბიუჯეტი და ქვეყნის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მე დადებითად აისახება ხოლმე ქვეყნის განათლებაზე, ეკოსისტემაზე, ჯანდაცვაზეც და ყველაფერზე აბსოლუტურად რა. და სწორედ მაგიტომ მიხარია ხოლმე ქართული კომპანიებისა და ადამიანების და სტარტაპების წარმატება. მათ შორის ბევრი კარგი кейსი ქონია, მათ შორის ამერიკული ბაზიდან, რომელიც აი პულსარმა გააკეთა, მათ შორის რა თქვენი პარტნიორობა ბერიკლისთან და ამერიკულ ბაზართან, რომელსაც კარგ შანსს აძლევს ადამიანებს, რომ ამერიკულ ბაზარზე გავიდნენ.
აზიის ბაზარზე ხდება ხოლმე ბევრი ქართული სტარტაპის გასვლა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და სტარტაპერებს და ადამიანებს დამწყებებს, რა თქმა უნდა, ურჩევ მეც, რომ პირველ რიგში თავიანთი იდეები ამ აქსელერაციებში მოსინჯონ, გუნდურობაც მათ შორის, იმიტომ რომ აქსელერაციაში ერთ-ერთი ნაწილი ეგ არის, რომ სხვა task-ზე როცა მუშაობენ, რა თქმა უნდა, გუნდური როლის გადანაწილებაზე გუნდური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის გამოვყოფდი კიდე და დავამატებდი, რომ აი აქსელერატორების გარდა ჰაკათონებში, მეიქათონებში და რაღაცეებშიც მოსინჯონ თავი, იმიტომ რომ შემცირებულ დროში გაიგონ მოკლედ გუნდის შესაძლებლობები, თავიანთი შესაძლებლობები და მე უკვე სერიოზულად უფრო რაღაცა მზადყოფნაში გააგრძელონ თავიანთ იდეის მშენებლობა. აი ესე ვიტყოდი. შენ კიდე მადლობა მინდა გადაგიხადო მედია სტუმრობისთვის. იმედი მაქვს, რომ მაინც საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლისათვის და რა ვიცი, ჩვენი რჩევები გაითვალისწინო, ხო? მე მგონი. მადლობა შენ და გაითვალისწინო კი იმედია გამოვა. ძალიან მაგარი